მოგესალმებით, ეხლა ვიმყოფებით წყალტუბოში. ეს არის ქუთაისის ბოლო, ასე რომ ვთქვათ, ნიკიის ქუჩის დასასრული და იწყება ავტობანი აქედან, რომელიც უერთდება, ეს გზა უერთდება ცენტრალურ მაგისტრალს, ავტობანს. და ეს ტერიტორიები მესხეთის ზონად მოიხსენიებოდა ადრეც და დღესაც ზედა ქვემო მესხეთად განიხილავენ ამ ტერიტორიებს და ეს ნაკვეთები გაიცა პირველადი პრივატიზაციის ფარგლებში და აქ დარიგდა საკარმიდამო ნაკვეთები 1500-1500-მდე და მეტნაკლებად ცოტა ზევით 2000 კვადრატულამდე მაქსიმუმ ჯამში. ეხლა რით არის საინტერესო ეს ყველაფერი? აი წარმოიდგინეთ რა შეიძლება დახვდეს ადამიანს რომელსაც ნაკვეთი ეკუთვნოდა მის ტერიტორიაზე რაღაც გარკვეული პერიოდის შემდეგ, ხო აი ყველაზე უარესი რა შეიძლება რომ წარმოვიდგინოთ. მაგალითად სახლი დახვდეს აშენებული, ხო? ან ვიღაცამ მიითვისოს მისი ნაკვეთი. ან რაღაც გადაფარვა იყოს, ან წყალმაწა იყოს. აი ყველაზე უარესი რა შეიძლება წარმოვიდგინოთ. აი ნახეთ მაგალითად რა მოხდა ამ ტერიტორიაზე. აქ დახვდათ ადამიანებს სასაფლაო. ანუ გავიდა წლები და ამ პრივატიზაციის შედეგად დარიგებულ ნაკვეთებზე მოვიდნენ ადამიანები, დაბრუნდნენ და ერთ დღესაც დახვდა აი ასეთი სასაფლაო დალაგებული ინფრასტრუქტურულად მოწყობილი და გაჩნდა ასეთი დილემა, ხო? ეხლა რა უნდა გააკეთო ასეთ დროს? რა გამოსავალი არსებობს? ძალიან ცოტა რეალურად გამოსავალი და იმ ადამიანებისთვის, ვისაც არ აქვს გავსი გამოცდილება, მით უმეტეს ძნელი მოსაფიქრებელია ასეთი გამოსავალი და რას იზამ, ხო? მტრებს ვერ წამოაყენებ ფეხზე, ხო? ამ ადამიანებს ვერაფერს ვერ ეთქვა, კეთილსინდისიერი ხალხია, ათი მფლობელები, სასაფლაოს მფლობელები, იმიტომ რომ ლეგალურად ნაყიდი აქვს ტერიტორია და დაასაფლავოს საკუთარი გარდაცვლილი ოჯახის წევრები. და პირი ფიქრობს და ბევრმა იფიქრა, რომ აი ეს არის ჩიხი და აქედან გამოსავალი არ არსებობდა. და ძალიან ბევრი დაადგა იმ გზას, რომ ხელი ჩაიქნია ამ ნაკვეთების მოკლედ დაბრუნებაზე, იმიტომ რომ ჩათვალეს, რომ ნაკვეთის დაბრუნება იყო ერთადერთი გამოსავალი ამ სიტუაციიდან. მაგრამ როგორც ყველგან და ყველა სიტუაციაში გამოჩნდა ასეთი ჯინიანი ხალხიც, ასე რომ ვთქვათ, რომლებმაც დაიწყეს ფიქრი არსებობდა თუ არა რაიმე სხვა გამოსავალი გარდა ამ რაღაც პირადი კონფლიქტებისა, ამ ჩიხური მდგომარეობიდან დაგვიკავშირდნენ და მოუძებნეთ ასეთ ძალიან საინტერესო გამოსავალი. ეხლა ვინც ამ ყველაფერს უყურებს, იმიტომ არის თქვენთვის საინტერესო, რომ შინაარსობრივად არაფრით არ განსხვავდება სასაფლაო დაგვხვდება თქვენ ტერიტორიაზე ვიღაცის სახლი თუ ციხე-კოშკები აგებული. გამოსავალი რეალურად არის შემდეგი. ამ ტერიტორიაზე ნებართვა გაიცა მუნიციპალიტეტის მიერ. ანუ მუნიციპალიტეტმა დაუშვა ის, რომ ეს ტერიტორია ამ შემთხვევაში წყალტუბოს მუნიციპალიტეტმა, რომელთანაც უკვე არაერთხელ ჰქონდა შეხება და სხვა ვიდეოებში ვსაუბრობთ ამას, როგორ გაიცემოდა ეს ნაკვეთები ასე საკუთარი შეხედულების ამბავი არავინ არ ამოწმებდა აქ ვისრა ეკუთვნოდა. ამ შემთხვევაშიც მიმართა კერძო კომპანიამ წყალტუბოს მუნიციპალიტეტმა დააკმაყოფილა ეს მოთხოვნა და გაცა აქ ნებართვა სასაფლაოს მოწყობაზე. მოგეხსენებათ, სასაფლაოები არის მკაცრი აღრიცხვის ობიექტი და ამ ტიპის საქმიანობის განხორციელება მუნიციპალური ორგანოების თანხმობის გარეშე არის გამორიცხული და წყალტუბოს მუნიციპალიტეტმა ისე რომ არ შეამოწმა აქ იყო თუ არა ვინმეს კერძოს აკუთრება, ასე ერთი ხელის მოსმით გაცა აქ სასაფლაოს მოწყობაზე ნებართვა. ეხლა კეთილსინდისიერი მესაკუთრისთვის ამას რა მნიშვნელობა აქვს, ხო? აქ ვინმეს შეეშალა თუ სხვა რაღაც ინტერესები გააჩნდა ამ თანხმობის და ნებართვის გაცემის დროს და არც არის აუცილებელი ამის გამორკვევა.
ამიტომ რომ არსებობს ძალიან საინტერესო მარტივი სამართლებრივი გამოსავალი, რომელსაც ქვია ზიანის ანაზღაურება. ან თუ მე მეკუთვნის მიწისნაკვეთი, ან უფლება თუ გამაჩნია მიწისნაკვეთზე, მაგრამ ვერ ვახერხებ მის დაბრუნებას და როგორც უკვე გითხარით, ახლა სასაფლაოზე ვერავინ არ მოიპოვებს ამ საკუთრების უფლებას, მრჩება ერთადერთი შანსი, რომ შეფასდეს ქონების ღირებულება დღეის მდგომარეობით და ეს ღირებულება როგორც ზიანი მოეთხოვოს იმ პირს, რომელსაც უნდა შეემოწმებინა და არ შეამოწმა აქ ვინმეს კერძო საკუთრება არსებობდა თუ არა. ამ შემთხვევაში სამხარაულის ექსპერტიზის მიერ დაიდება დასკვნა ნაკვეთის ღირებულების შესახებ და ეს თანხა, შეფასების თანხა გადაკვალიფიცირდება ზიანში და ზიანი მოეთხოვება მუნიციპალიტეტს როგორც სანაცვლო სიკეთე, რასაც პირი მოიპოვებდა აქ, რომ ამ შემთხვევაში სასაფლაო მას არ დახვედროდა. იგივე გამოსავალი გაქვთ ყველას. ანუ მინდა რომ ეს კარგად გაითავისოთ და გაიაზროთ, რომ არანაირი კონფლიქტური მოცემულობა არ იქნება, არავისთან საჭიდაო, საომარი და საფრონტალი არა გაქვთ. თუ ნაკვეთს ვერ იბრუნებთ გარკვეული მიზეზების გამო, ამ შემთხვევაში გეკუთვნით ალტერნატიული სიკეთე და ეს სიკეთე შეიძლება იყოს მათ შორის ზიანის ანაზღაურება, რომელსაც ეს ადამიანი მოითხოვს და უკვე დაწყებული გვაქვს დავა ამ მიმართულებით და იგივე მოთხოვნა შეგიძლიათ დააყენოთ თქვენც. ყველამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, ვისაც ეკუთვნოდა გარკვეული დოკუმენტის საფუძველზე აქვს საკუთრების უფლება, მაგრამ ვერ ახერხებს მასზე მოპოვებას, იმიტომ რომ არის წინააღმდეგობრივი და ხელშემშლელი გარემოებები. ამ შემთხვევაში სასაფლაო არის მოწყობილი, მაგრამ არის შემთხვევები, სადაც ან სახლია, ან უკვე რეგისტრირებულია, ან გადაყიდულია, ან კეთილსინდისიერი შემძენია და სხვადასხვა გარემოებები არსებობს, რაც ფიზიკურად რეგისტრაციის საშუალებას არ იძლევა. ასე რომ არ დაკარგოთ იმედი და პირიქით, შეიძლება ბევრს უღირდეს კიდევაც, რომ ნაკვეთის მაგივრად ზიანის ანაზღაურება მიიღოს და ეს გაძლევთ ძალიან კარგ საშუალებას, რომ დააკომპენსიროთ ის შესაძლო ზიანი, რომელიც საბუთის არსებობის პირობებში მოგადგათ, მაგრამ ამგვარად შეძლებთ, რომ გადააკონვერტიროთ ეგ სანაცვლო ზიანში და სიკეთეში. აბა წარმატებებს გისურვებთ ყველას და მიადევნეთ თვალი ამ საქმეს. რა თქმა უნდა, როცა დასრულდება ეს ყველაფერი, უკვე სასამართლო გადაწყვეტილება იქნება, თავისთავად გავასაჯაროებთ და ყველა შეძლებს, რომ იხილოს, როგორ დასრულდა ეს დავა ამ პირების ასარგებლოდ. წარმატებებს გისურვებთ ყველას.